საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი ქართული წიგნისა და პერიოდიკის ისტორია განახლდა. ის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები. მოსწავლეები გაეცნობიან ბიბლიოთეკის დაარსების ისტორიას, ნახავენ უძველეს ქართულ და უცხოურ უიშვიათეს წიგნებს. სტუმრები დაათვალიერებენ ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობებს. როგორც იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსმა შორენა ოსიპოვამ აღნიშნა, ამ პროექტის მიმართ სკოლების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია. გასულ წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიწყო ახალი საინტერესო პროექტი, რომელიც მოიცავს სპეციალურად სასკოლო ჯგუფებისთვის განკუთვნილ ექსკურსიებს. ექსკურსია ტარდება როგორც ზოგადად ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც მოუყვებიან ბავშვებს ბიბლიოთეკის ისტორიას და შემდეგ ეს ბავშვები გადაინაცვლებენ წიგნის მუზეუმში, სადაც განთავსებული არის ქართული წიგნის ისტორიის ამსახველი მასალა, ანუ ძველნაბეჭდი ქართული წიგნების მუდმივი მოქმედი გამოფენა. აქ ასევე შეიძლება ნახონ ვეფხისტყაოსნის ყველაზე სრული კოლექცია, რაც კი რომელიმე ბიბლიოთეკაში არსებობს, ანუ გამოცემები 50 ენაზე, ქართულის გარდა რასაკვირველია. და გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ ცვლად ბავშვებისთვის განკუთვნილ გამოფენას. მაგალითად, დღეს გამოფენილია საბავშვო ენციკლოპედია დასურათებული გერმანულ ენაზე, რომელიც გამოიცემოდა მე-18 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში. შემდეგ უკვე პრესის მუზეუმი, სადაც ბავშვები გაეცნობიან ნაბეჭდი სიტყვის ისტორიას, ასე ვთქვათ. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება უფროს კლასელებისთვის, რომლებიც უკვე სწავლობენ, იციან უკვე ვახტანგ მე-6-ე, იციან ვეფხისტყაოსანი და შესაძლებლობა ეძლევათ ალბათ ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც შეუძლიათ ეს ყველაფერი ნახონ ახლოდან და აითვისონ ეს უძველესი კულტურა წიგნის ბეჭდვის. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვევიან ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმს. სტუმრები ნახავენ ვახტანგ მე-6-ის სტამბის გამოცემებს, ვეფხისტყაოსნის გამოცემათა უნიკალურ კოლექციას და წმინდა ილია მართლის კაბინეტს. გარდა ამისა, სტუმრები დაათვალიერებენ პრესის მუზეუმს. ამ სივრცეში წარმოდგენილია მე-19-მე-20 საუკუნეების პერიოდული გამოცემების უნიკალური ცალები. აღსანიშნავია, რომ პროექტი ქართული წიგნისა და პერიოდიკის ისტორია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.